ყაზბეგის რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოების, რომელთა შედეგადაც მჟავე წყლების მთის კალთა დაზიანდა, მინისტრები გამოეხმაურნენ. ინფრასტრუქტურის მინისტრი განმარტავს, თუ რატომ იყო ადგილზე აუცილებელი სამუშაოების დაწყება, ხოლო გარემოს დაცვის მინისტრი ამბობს, რომ მისმა უწყებამ უკვე დაიწყო საკითხის შესწავლა. ეს შეთანხმებული არ ყოფილა, თუმცა ადგილზე ჩასული ინსპექტორები სწორედ მაგას სწავლობენ, რომ ეს ხომ არ არის ექსპლუატაციის პირობების შეცვლა, გზის დაგვირების, რაც უკვე საჭიროებდა ნებართვას. 2-3 დღეში ზუსტად გვეცოდინება, რომ ეს იყო გარკვეულად უნებართვო საქმიანობა და თუ ვთქვათ, იმ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა, რაც შეთანხმებული იყო საგზაო დეპარტამენტის მიერ. სამშენებლო კომპანიამ, რომელიც არის ჩვენი კონტრაქტორი, მოხსნა ერთი ფენა, რაც იყო გვირაბის ზემოთ არსებული და გამოიყენა გვერდითა გზა მანქანების მოძრაობისათვის, რომ იქ რეალურად გაესუფთავებინა ადგილი და დაეწყო გვირაბის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები. საკითხი რა თქმა უნდა არის შესასწავლი, მე ჩემ მოადგილეს დავავალე ხელმძღვანელობა მუშა ჯგუფისა, სამუშაო ჯგუფი რამდენიმე დღეში დადებს საკითხს, თუ რა გამოიწვია ეს და შეიძლებოდა თუ არა, ასე ვთქვათ, ალტერნატიულად სხვა მეთოდებით გვემუშავა იქ ისეთნაირად, რომ ეს არ დაზიანებულიყო, თუმცა კონტრაქტორი კომპანია იღებს